ჩემი გამოცდილებით და დარწმუნებული ვარ რატომღაც ამასში, რომ ერთხელ თუ ესეთ აქტივობაში ჩაერთვები, შემდგომ უკვე ბუნებრივად გიჩნდება მოთხოვნილება, რომ ესეთი რაღაცები აკეთო. იმიტომ რომ ხვდები, რომ ის თუნდაც მცირედი შენს მიერ გამოყოფილი დრო, ეს იქნება 1 საათი ან შენი მცირედი ჩართულობა რამხელა შედეგის მომტანი არის სხვა ადამიანებისთვის, მე შეუძლებელია რომ ამ საქმეს შეეშვა. და ეს ახალგაზრდებსაც აი სკოლის პერიოდში რაღაც აქტივობებში რომ ვიღებდი ხოლმე მონაწილეობას, მაშინ რომ მახსენდება საერთოდ აბსოლუტურად საუბარი არ იყო რამე მოხალისეობრივ საქმეზე. ეს ძალიან უარყოფითად აისახება რეალურად მე როგორ საზოგადოებად ფორმირდებით ჩვენ. რატო ვსაუბრობ დღეს მოხალისეობის მნიშვნელობაზე, რა სარგებელია, ხო? ამას ყველაზე მთავარი არის ის, რომ შენ იღებ მონაწილეობას უკეთესი, უფრო სოლიდარული, უფრო ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. და თუ დავფიქრდებით, ჩვენ თითოეულს გვინდა ეგეთ საზოგადოებაში რომ ვიცხოვროთ, მაგრამ ამისთვის რაღაც მცირე ჩვენი წვლილი უნდა გავიღოთ. არ არის მარტივი ამ რეალობაში, როცა საქართველოში ცხოვრობ, რომ უამრავი პრობლემა გაქვს, რაღაცა შენთვის თავარია ფინანსური შემოსავალი მიიღო და ასე შემდეგ დრო გამოყო ესეთი აქტივობებისთვის, მაგრამ რაღაც ეტაპზე თუ დავსვებ და დავფიქრდებით, რომ მე ის შენვე გიბრუნდება და იმ გარემოს ქმნისა ცხოვრობ, ალბათ მოტივაციაც უფრო გაიზრდება.